გამოვედით. როგორ იმალება. გამოვედით და ფეხით უნდა ჩავიდეთ ბაზარში გოგოები. უნდა ჩავისეირნო ერთი. ძალიან ამიდია. მაგრამ SMS-ი მომივიდა, რომ შესაძლოა იწვიმოსო. შეიძლება. და ამიტომ ჩემი ქოლბა წამოვაცვით სულებში. ძალიან კაი ამიდია. ცხელად. შემაწუხებლად არ ცხელად, მომწონს მე თვალიდან ცრემლი მომდის მზეზე. არ ვიცი რა ზავაბრალო რისი ბრალია. შეიძლება ამაზე ექიმთან ვარ მისასვლელი, არ ვიცი. ხო და ამიტომ სათვალეები სახში არ უნდა დამრჩეს არასოდეს. ერთი ბეწო ჩიტი. ღმერთო რა პატარა. გაფრინდა დე. ძალიან პატარა იქ გაფრინდა. ჭდა ხეზე. დღეს მე და მათე შემოვივლით. მარკეთის შემოვივლით. ისეთი ლამაზად არის გამოიყურება. ისე ლამაზად გამოიყურება, რომ და რა გამჩნს. აი ჩურჩხელები შემოგვეყიდა. მაი ჩვენი მათე შენი ჩაკმიჩე ერთი ნიგოზი როგორია ეგ მაინტერესებს თორე. ჩემი თხილისა. მათესი კაკლის. ვანილები. ჩემი ძალიან გემრიელია. მათესი არ ვიცი როგორი წითელია და აბა გავსინჯოთ მათესი. ძალიან გემრიელია მათე. ნახოთ გოგოებო რა ვიყიდე. ნახოთ. ორნაბიჩი ბაზარში არავინ არ არის, კაცი შვილი. და ეხლა ნახოთ რა ვიყიდე. ბრინჯი, აი ესეთი. ეს მათეს ჩიპსი. დედაო ძალიან მთხოვა, ერთ წამი დედკო გადავიღო, არ უყვარს ინტერნეტი. ინტერნეტი გაგვეთიშა. მაკარონი. წიწიბურა. ამის შემდეგ ესე გადავიღებ ხოლმე, იმიტომ რომ ლამაზად ჩანს უფრო. საპონი 2 ცალი. ეს ერთი პარკი. ეს. პარკალი. მაწონი. არაჟანი. შეთანისი ლამაზად დავიჭიროთ, რომ ლამაზად გამოჩნდეს. ეს მათე მიყიდა, წვენი თავისთვის. და ძალიან მიხარია ეს რო ვიყიდე. ძალიან გოგოებო, ეს არის 1 კილო. აი რა გადავიხადე ამ ყველაფერში, რავი. მაინც კმაყოფილი ვარ მე, თაფლი მინდოდა ძალიან რომ ეყიდა. ეს არის ჩამონა თვალი. მოდი უცბად ჩამოვთვლი. იმიტომ რომ ზოგს აინტერესებს ხოლმე. დორიტოსი 2.20, თაფლი 17 ლარი, ბრინჯი 7 ლარი,
ის ქათმის ბარკალი 8 და 90 თეთრი, კლასიკი, ეს რა არის? წვენი, ალბათ. ლარი, მაკარონი 2 და 99 თეთრი კი. რძე 4 ლარი, ცელოფანი 20 თეთრი 2 ცალი. ეს რა არის? საპონი? საპონი 2 ლარი 1 ცალი. ვერ ხვდები. არა, წიწიბურა 2 ლარი, საპონი ლარი და 65 თეთრი 1 ცალი, 2 ცალი ვიყიდე. ნობათი სოფლის ეს არის მაწონი 2 ლარი და არაჟანი 3 და 40 თეთრი. აი ეს. გამოვიდა სულ 52 ლარი და 98 თეთრი. ჩაი უნდა დავაყენო. თაფლით უნდა დავლიოთ. მედანიკა. მათე დაბლა წავიდა. ანიმაციურ ფილმს ვუყურეთ ერთად. ძალიან დიდი ფილმია. დამავიწყდა ზუსტად. მოიცა როგორ ქვია. დრაკონის მოთვინიერება მგონი ეგრე ის აქვს. სახელწოდება და ვუყურეთ იმდენი ვიცინეთ. ერთად იმდენი ვიცინეთ და დაიღალა ცოტა. საერთოდ მაგასაც რო უყურა მაგდენს, ანუ საათი მაინც ვუყურეთ და ეგეც გამიგვირდა. შორტებზე რო არიან ახლა მიჩვეულები, მინდა რომ გადავაჩვიო და ფილმებს ვუყუროთ ყოველ დღე. ჩაის ახლა დავაყენებ მე და გემრიელად დავლევ. მივირთმევ გემრიელად. ისეც ესე ძალიან გემრიელი თაფლია ეს თაფლი. ჩაისამან ხდება პურს. კარგი და თაფლი არ მიყვარს მე, მაგრამ მარტო თაფლი მიყვარს პურთან. ნახეთ, ძალიან დაიძრა წაი. ეხლა იამასთან თაფლი ძალიან გემრიელია და კარაქი ნიკას და გიასაც უყვარს. მე გამათეს არ გუყვარს კარაქი. მარტო პური და თაფლი. ანუ თაფლთან ერთად თუ პური ზედათ არ მიყვარს. სიმართლე რო გითხრათ. ეს
წავუსვა. ისე რომ თან გადავიღო. ჩემთვისაც დავისვათ ცოტა. რძესაც ავადუღებ ეხლა და მე მგონი რომ დღეს მორჩა ჩემი საქმეები და უნდა დავისვენო რა მეც შველოს დასვენება ასეც წამოდუხდება გავაციებ მე და ამ ბოთლში ზათ მაგჩავასხავ ეს ძალიან მომენატრა ის ოქია გაზი მაქვს კიდე გასაწმენდი რასაც ამოწმენდა ახლა. ისეთ რა გეკულეს უნდა გავიკითხო. შრის ფაფა. დაწყნადი ცოტა ხანი გადუყო. არ ვაცდი ამოსვლას. აკვარდე დღეს რო იცოდეთ რა გავაკეთე გოგოებო თავზე წავის მაიონეზი და ანუ ნიღაბი გავიკეთე მაიონეზის და ძალიან მომეწონა ამას გავაკეთე კვირაში ერთხელ ყოველ კვირას ერთ დღეს ავირჩევ და გავაკეთებ ხოლმე ძალიან მომეწონა ძალიან ადვილად ჩამოიბანა მაგის მეშინოდა მეთქი რომ ვერ გავიცალო ეხლა ეს რა მეშველება ისეთი ადვილად ჩამოვიბანი რომ მეტი არ შეიძლება და მე ის რა ქვია ცოტა ჩემი ზეთი რასაც ხმარობთ მასზე კიდე რას ვიკეთებ ხოლმე მეტი არაფერი თერმოდამცავი ეხლა ვიწერ თერმოდამცავს და ჩამომივა ფაბერიკისა ეს ის გავაკეთე აქვია ამას ვერმიშელი და ესეც უკვე აღარ არის ვერმიშელი მქონდა დღეს და შემწვარი ქათმის ბარკალის შემწვარი დღევანდელი ჩვენი ვახშამი ეს იყო ძალიან გემრიელად მივახშმე პირადად მე გიამაც შემოიფინა მითვა მე არაჟანთან ერთად ჭამე ცოტა ხორცი არაჟანი და ვერმიშელი არ ვიცი ვერმიშელი გოგოებო უფრო მომწონს მე ვიდრე მაკარონი თუმცა დღეს მაკარონიც ვიყიდე და იცით რატო მე ვერმიშელი არ მინდაო ალბათ მოსწინდა მათე მითხრა მე მაკარონი მირჩევნიაო დედა და ბანტები მქონდა ისეთი ცუდია ეგ არის სუპისა რა ეგ არ არის ესე მოსახარში ვერი ხარშება არ ვიცი შუაგულში ესე რო არის ესე ბანტივით შეკრული ეგ არის ხოლმე ძალიან ცომივით და ვაჭამე და თან ვინერვიულე რა თან ვინერვიულე ვაჭამე და ვერმიშელი ძალიან კარგად იხარშება და ეხლა რომელი მაკარონიც ვიყიდე დღეს ხო გაჩვენეთ ვიყიდე მაგისთვის მაგრამ რომ მომთხოვოს
აი ეს სონაში. რავი, აი ესეთი. ნახეთ როგორი თხელია, ეს კარგად მოიხარშება, ვფიქრობ. ეგეთია. გეკულეს გავიკეთებ, ოღონდ აი ამ რძით. რძით უნდა გავიკეთო, ანუ ჩვეულებრივი არ მინდა. და შიგნით არის სველი. და ეგ როგორ იქნება ახლა? ეს ხო არ ამიჭერს, გამიფუჭებს. მე ჩემთვის ვაკუიზდები რაღაცნაირი გახდა, რა ვიცი, უკეთესი. ერთხელ გავიკეთე და კიდე გავიკეთებ მერე. კვერცხიც ძალიან კარგია, გოგოებო, კვერცხი. ხო იცით? კვერცხის ნიღაბი, ანუ ჩვეულებრივი კვერცხი. აი ესეთი ბუნებრივი რაღაცეები ის არის, ძალიან კარგია და ეხლა თერმოდამცავსაც ვიწერ, იმიტომ რომ თერმოდამცავი საჭიროა ძალიან, როცა სავარცხელს ვხმარობ რა. თან შეჭრა არ მინდა. ნახოთ. ეს არის სუფთა. გაკრიალებული ეს ტილო დღეს ჩამოხსენი და ამიტომ გაწმინდოთ შიგნიდან ეს ბოთლიო. ეს არის ბოთლის რძე, მოგოებო. მე იმეორეს და სალვატუგებ. ყუთში როა და ამასაც თვითონ არ მინდა ადუღება, მაგრამ ესე მალე ვერ ვხარჯავ რა მე რძეს. ეხლა 1-3 მაინც მექნება ეს და ბრინჯი შეიძლება გავუკეთო, ბავშვებს უყვართ ბრინჯის ფლავი ძიანი. და მაგას შეჭამე. ხო. ხო ისე ვერ ვხარჯავ ხოლმე ხარ იმისთვის ვიყიდე რომ ძალიან მომიტო გეკულისი ძიანი და მაგიტო. წავედი, გაკუცეთ. მესამე ვიდეოს აგიტვირთავთ დღეს. ის არ არის დღევანდელი ვიდეო და ნუ არა უშავს. მესამეს მაგიტო ვაკტვირთავთ, 2 ორს ვიგებ ხოლმე. მიყვარხართ ძალიან ჩემო სიხარულებო და ყველამდე.